და რადგან ყვავილებით ხელდამშვენებული სტუმარი არც კმარას აქტივისტს გავდა და არც სიაში არ აღმოჩენილ გამწარებულ ამომრჩევალს, მე მხოლოდ ერთი კოცნით შემოვიფარგლე და მან კიდე 4-ჯერ მაგოთ. ან საინტერესო არანჟირება ქონდა მუსიკას. შვედური სახელის მქონე იტალიელმა მომღერალმა ინგრიდმა, რომელმაც ძირითადად ფრანგულენოვანი სიმღერებით გაითქვა სახელი, თავის ტურნეში საქართველოს ჩართო და აჭარა მიუზიკლში გვიმღერა. სანამ ინგრიდი ვარკეთილის ტრასაზე იბერიულ კავკასიური ხორხის მიერი ბგერების წარმოთქმაში მეცადინეობდა, მეორე მანქანით ქართველი პაპარაცები წამოეწივნენ ტიპიური ქართული სიტყვა პასუხით. რა კაი ტიპუშა? პაპარაცებს ვინჩივის იტალიელი მომღერლის მანქანას პოლიციას გამოეკიდა და სასტუმრომდე სდია. და რადგან ყვავილებით ხელდამშვენებული სტუმარი არც კმარას აქტივისტს გავდა და არც სიაში არ აღმოჩენილ გამწარებულ ამომრჩევალს, სამართალდამცველებმა ინციდენტი აღარ გაამწვავეს და ინგრიდი ყვავილებთან ერთად მიაცილეს თავის ოთახამდე. სააგენტო მაქსიმუმის ხელმძღვანელის ეკა ჭიტაშვილის გული ინგრიდმა 4 კოცნით მოინადირა. ინგრიდი როდესაც შემოვიდა აეროპორტში და როდესაც ჩვენი შეხვედრა შედგა, ეს იყო ძალიან თბილი მიღება. მე მხოლოდ ერთი კოცნით შემოვიფარგლე და მან კიდე 4-ჯერ მაგოთ. სანამ ინგრიდი კულისებში ემზადებოდა, ჩვენ მის მოსასმენად მისული ქართველი ვარსკვლავები გადავიღეთ. ქეთა თოფურიამ აგვიხსნა საიდან ჰქონდა ასეთი ფერის და სიგრძის თმა. იტალიელმა სტუმარმა სექსუალური მამაკაცები მოითხოვა. რადგან ასეთები დარბაზში არ აღმოჩნდნენ, ინგრიდმა თავად აარჩია 2 კი არა 3 მეტნაკლებად შესაფერისი მაჩო. კბილებში ყვავილები გაურჭო და ტანგო იმღერა. ამის შემდეგ ინგრიდი ისევ პირველ პარტნიორს დაუბრუნდა და ძალიანად შეცდა, რადგან მან ყვავილების წართმევა მასე არ უნდაო და სტუმარს ქუდი დაუმალა. ინგრიდი მართალია ბოლომდე დაიხარჯა სცენაზე, მაგრამ ქართველი კოლეგების მოხიბლა მაინც ვერ შესძლო. განსაკუთრებით ახლა ინგრიდის რომელიმე სიმღერაზე ვაფრთხილ თქო ვერ გეტყობთ, ნუ რაღაც 2 სიმღერა არის ჩვენთან გახეთებული ტანგო და ჟუმაკომი თუ რაღაცა. და ნუ უბრალოდ მოვედი, რაღაც მაინტერესებდა სანახაობა და რაღაცა ცედი დავჭუხმაო. არც ქუჩის ბიჭების გურამი დაბრუნდა სახლში აღფრთოვანებული. უკეთეს მოველოდი და რაც შეეხება მის მუსიკას, სულ ერთი და იგივე რითმი იყო. ისე ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთის შემოქმედების მიმართაც ასეთი გულახდილები რომ იყვნენ, ჩემი გადაცემა გაცილებით საინტერესო საყურებელი გამოვიდოდა. სამაგიეროდ იტალიელი სტუმარი ნინო ქათამაძემ შეაქო. ძალიან საინტერესო არანჟირება ქონდა მუსიკას. ძალიან ჩემი საყვარელი აკორდეონის ხმები ამშვენებდა უყალაფერს.